ერთად არ ვიცით გაძლიერდით ქრისტეს გზას მიყევით სულიერობას მიაქციეთ ყურადღება მეტად ვიზრუნოთ სულისთვის ამ მიწიერ ცხოვრებაში ვერაზოს ვერ დავაბალანსირებთ ჩვენ მატერიალურ ვთქვათ მოთხოვნილებებს სულიერთან ვერ დავაბალანსირებთ და ვერ ვთქვით რომ ისინი ერთ სიფრთხეზე და ერთ დონეზე გქონდეს და ვინც ამ утоპიაშია და გონია რომ სულიერიც და ხორციელიც შესაბამისად იქნება გაწონასწორებლად ერთნაირად ძალიან ცდება პირველ რიგში ეძებდეთ სასწაულსაც სადაც და სიმართლეს ამის რასარგებელი მიეცემა ადამიანს მატერიალური ვთქვათ ეგზისტენციის გაუმჯობესებისაგან გასაგებია ისიც საჭიროა და არავინ არ ამბობს რომ ამასაც არ მივაქციოთ ყურადღება მაგრამ პროპორციულად მცირე ყურადღება სულიერთან შედარებით მატერიალური სარგებელი ვერ მოიტანს ადამიანისათვის სულიერ კომფორტს და სულიერ ვთქვათ გამთლიანებას მატერიალური წინსვლა ვერანაირად ვერ დააბალანსირებს სულიერ ტკივილს და სულიერ ესე ვთქვათ ტანჯვას თუ ადამიანს არ აქვს პასუხები მსოფლმხედველობითი თუ ადამიანს არ აქვს სიყვარული თუ ადამიანს არ აქვს წმენა და იგი ვერანაირად ვერ აცნობიერებს თავის სულიერ მისიას ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა და ფუფუნება ვერანაირად ვერ დაიცავს მას ამ ტანჯვისაგან ამიტომ არც იმას მომავალ რომ ვერც საერთოდ მატერიალური კეთილდღეობის სრული უარყოფა ეს ვერსიაც არ არის ასე ვთქვათ აქ ნაგულისხმობი რომ სრული ასე ვთქვათ აბსოლუტური უარყოფა და აფექტური და ექსტრემალური ასკეტური ყოფა ადამიანს ვერ დაიცავს უხილავი ბრძოლებისაგან იქაც შეიძლება სხვადასხვა ბრძოლები და ტანჯვის წყარო აღმოჩნდეს მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ იმას რომ იმაზე მეტი ყურადღების მიქცევა იმაზე მეტი ესე ვთქვათ მნიშვნელობის მინიჭება რაც ეკუთვნის მატერიალურ ყოფას აი ამას უნდა ვერიდოთ სახლის კურთხევას ასე ვთქვათ რომელსაც ვაგრძელებთ ცდილობს აი ეს რიტუალი ადამიანებს მიუთითებს სულიერ ატმოსფეროს სულიერი ესე ვთქვათ მენტალური გამოჯანსაღებისაკენ გაწონასწორებისაკენ მიუთითოს მასი ცხოვრების მიწესის სწორი ცხოვრების მართალი მართლმადიდებლური ცხოვრების წესის მიგნებისაკენ და განხორციელებისაკენ მიუთითებს რომ ადამიანის ინდივიდუალური სულიერი სიმყუდროვე დამოკიდებული არის არა მის მატერიალურ ყოფაზე და სახლის არს ქმნის არაკეთილი რემონტი და გადასარევი რაღაცა ექსტრემალური ფუფუნების პირობები ან განსაკუთრებული რაღაცა ტექნიკური მიღწევები სახლში მოწყობილი და smart house-ი არამედ ადამიანის სულიერ კეთილდღეობას უზრუნველყოფს და მდგომარეობას გენერირებს ქრისტეს მადლი ქრისტესთან ერთად ყოფნა ამიტომ მოდით აი ეს ნეტარება სულიერი ნეტარება ვერანაირი მიწიერ კომფორტთან ვერ იქნება გაწონასწორებული და გატოლებული ვერანაირი კეთილდღეობა ვერ დასვამს ტოლობას სულიერ ასე ვთქვათ ნეტარებასთან ამიტომ ვეცადოთ მეტად რომ უფრო თუ მინდა სულიერი ამაღლება თუ მინდა სულიერი წინსვლა მეტი ვილოსოთ მეტი ხშირად ვეზიაროთ უფრო მეტად მოვერიოთ ჩვენს ნეგატივს მოვერიოთ ჩვენს ვნებებს მოვერიოთ ჩვენს ასე ვთქვათ თვითიზოლირებას მოვერიოთ ეგოიზმს რისხვას ასე ვთქვათ შურს ბოღმას აუმეხსიერებას იმას რაც იწვევს ტკივილსა და სევდის გზნობას ის რაც ვლინდება ასე ვთქვათ ამ ქონიურ ცხოვრებაში როგორც ნეგატივი და შემდეგ ბადებს განსასწრებს როდესაც ადამიანი ამჩნევს რომ მას რაღაცა ნეგატივის წყაროს აწყდება და იქიდან საფრთხე ემუქრება ამჩნევს სასწრაფოდ უნდა დახუროს ის პორტალი ის უნდა ჯვარით დაბეჭდოს და ლოცვითა და წმინდა ზიარებით ეძებოს თავშესაფარი ყოველისგან ბოლოზე რაც არ გვაკლია ამ მძიმე ცხოვრებაში სულ მუდმივი ბრძოლებია და თუ მინდა რომ ნამდვილი თავშესაფარი სიმყუდროვე ვყოლოთ არა რემონტი იზავს ამას არა ვთქვათ რაღაცა გადამეტებული ფუფუნება არამედ სულიერი სიმყუდროვე და უფალთან ყოფნა მიწიერ ცხოვრებაში ქრისტეს გარეშე ტანჯვას დასასრული არ აქვს მიწიერ ცხოვრებაში სულ მუდამ ასე ვთქვათ მარადიულ წრებრუნვაში ტანჯვით წრებრუნვაში შედის ადამიანი მანამ სანამ იგი არ გააცნობიერებს თავის ჯვარკურთულობას იგი მუდმივად ეს მარადიულად ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და ყველა ეს სიამოვნება რასაც ჩვენ ვარქმევთ და რასაც ჩვენ უძახით კარგ ცხოვრებას და რასაც უძახიან ეს
დღევანდელი ნეოწარმართები და ასე ვთქვათ ასეთი ცხოვრები ხალხი, ვინც სიცოცხლეზე მაღლა აყენებს მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობას და ბუნებას, ვინც ამას ამბობს და ამას მიყვება ამ ცხოვრების წესით, მათთვის ტანჯვის ვთქვათ შემცველი მუდმივი თანამდევი, მუდმივი ესე ვთქვათ შეგრძნება და მუდმივი ბრძოლა ევლინება მათ და მუდმივად თანამდევი ტანჯვა ახლავთ, იმიტომ რომ ეს ჭეშმარიტების ვერპოვნის ტანჯვა და ჭეშმარიტებასთან ვერ მისვლის დავალების არ განხორციელება ადამიანს სულ მუდამ ახალი რაღაც პრობლემებისა და ახალი ტანჯვის წარმოშობის პროცესში აგდებს. მანამ სანამ ადამიანი არ იპოვის თავს ქრისტეში. დასრულება ამ ტანჯვისა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ყველა მიწიერ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებს და ყველანაირ თანხას დააგროვებს, ისი სურვილიც მას აქვს და ყველანაირ ნივთებს ჩაებღაუჭება და მოიპოვებს, ისი მოპოვებისა ჩაბღაუჭების შანსი ან სურვილი მას გაუჩნდება. მაგრამ მაშინ, არამედ იმის დაკმაყოფილებით, რაც და იმის მიგნებით, რაც მთავარია მის ცხოვრებაში და მისი ჯვარპირთულობის გაცნობიერება განხორციელებით. ჭეშმარიტება, მხოლოდ ჭეშმარიტება ან თავისუფლებს ადამიანს ტანჯვისაგან. შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განთავისუფლებს შენ მათ შორის ტანჯვისაგანაც, რომელიც მუდმივ მოჯადოებულ წრეთ ეხსა ბევრს. და დასასრული არ აქვს მათ ტანჯვას. გზა ვარ მეო, ამბობს ქრისტე. გზა. ვინც ამ გზით მიდის, მისთვის არსებობს მხოლოდ ჭეშმარიტი ნეტარება და განჯაჭვულობა ამ მიწიერი ბალასტისაგან, განჯაჭვულობა და სულიერი სიმსუბუქე. ის ვინც გამოეყო ამას სოფლის სიზმპილოებს, ამას სოფლის ვთქვათ ბიჟუტერიას გამოეყო და ამას სოფლის ვთქვათ ამ სიმძიმეს განთავისუფლდა სიმშვიდისაკენ მიისწრაფვის. სიმშვიდე მასში და ცოდნა სახარებისეული მასში სიწყნარესა და სულიერ გამთლიანებას ბადებს და გზა, რომელიც არის თვითონ ქრისტე, ამ გზაზე სიმსუბუქის მეტაფიზიკურ გზნობას ბადებს. კეთილშობილია ქრისტეს გზა და კეთილშობილია ეს გზა, რადგანაც იგი არანაირ იქცრებს, არანაირ უკიდურესობებს არ გულისხმობს, არამედ აბალანსირებს ადამიანის სულიერ ძალებს, საკუთარ თავში ადამიანს უფლის მიერ მოცემული მადლი მასში საოცარ სიკეთეს ბადებს და გენერირებს ადამიანის ესეთი სათელსების გასწრება, რომელიც თვითონაც სანთია და სხვებსაც უნათებს გზას და სხვებსაც უნთებს სანთელს. სრული ფორმა ჭეშმარიტებისა ვერ იქნება მიღებული. ეს თანდათანობითი გზა, თანდათანობით სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დონეზე დამწყები ხდება ადამიანი ისევ, მაგრამ ისევ კვლავ აგზელებს, ისევ დამწყები ხდება, ისევ კვლავ აგზელებს გზას და თანდათანობით უფრო მეტ დონეზე აიქვამს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტების დამთავრებული შემეცნების დამთავრებული კურსი და დასრულებული ფორმა არ არის. აქ ქრისტიანობაში მუდამ ცოცხალი შემეცნება ღმერთისა, მასში თანაგანცდას იწვევს იმისა, რომ ადამიანში განიხსნას მისი გონება და მისი გული, გაიხსნას, დისციპლინირდეს, მოწესრიგდეს. უარი თქვას იმაზე, რაზეც უარი არის საქმე, მიიღოს ის სიკეთე, რაც მას უკეთეს გახდის და იმ სიკეთით იაროს წინ. გვიზღვის წინ უფალი, გვიზღვის წინ ღვთისმშობელი და მფარველი ანგელოზი ჩვენ, კეთილი წინამძღვარი ჩვენი ცხოვრებისა. და მისი კურთხევით ახალ ძალებს ვიღებთ ჩვენ და ქრისტეს მიბაძვით სწავლობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ურთულეს ცხოვრებაში. ჩვენ თუ ვამბობთ იმას, რომ ეს საზოგადოება, ეს მიწიერი ცხოვრება, ეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიწიერი ინსტიტუტები საუკეთესო და სრულყოფილი გახდება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ხანი მოგვიწევს ამის და თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხს. რბილად რომ ვთქვათ, ეს ცოტა უტოპიას უფრობს. ამიტომ ვეცადოთ, რომ ჩვენი მოვალეობა, ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ კონკრეტულ სივრცესა და დროში, კონკრეტულ დღესა და კონკრეტულ დროისა და სივრცის კოორდინატებს შევეცადოთ, რომ დავახორციელოთ, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ჩვენი მოვალეობა ჯობია თლად უკეთესად თუ ვერ ვაკეთებთ, გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ვიდრე სხვისი ვეცადოთ საუკეთესოდ გავაკეთოთ. ჩვენი გავაკეთოთ ისე, როგორც შეგვიძლია და უფრო მეტადაც, ვიდრე ბონია, რომ შეგვიძლია, ანუ უკეთესად გავაკეთოთ და საუკეთესოდ. გამოვასწოროთ ყველაფერი. ყოველთვის შეიძლება და ყოველთვის არსებობს შანსი იმისა, რომ ადამიანი ერთ
უჯერდობულ წრეზე არ იყოს და გამოდმებით ერთი და იგივე შეცდომა სხვადასხვანაირად არ იდენდეს. მუდამ დაბეჭდებით ვეცადოთ რომ ვიაროთ წინ და მარეთ ცვალებადნი უკეთესისკენ ნელ-ნელა მადლისაცი მცირედ მაინც წინ წავედეთ. რაც წარმოიდგენს ადამიანი რაც იყო გუშინ იქნებოდა და რაც წარმოიდგენს და როგორ პროგნოზირებს ადამიანი გუშინ რა იყო არ ვიცი არ გვახსოვს ისიც არ გვახსოვს ესე რა დღეს რა არის და ხვალ რა იქნება კიდევ ვინ იცის მაგრამ პროგნოზი ჩვენი უფლის წმენაზე იმედზე სასწორებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული ამ სამ სათნოებაზე რომელშიც სიყვარული ყველაზე მაღალია ჩვენ გუშინდელზე ვეღწნობით მაგრამ მომავლისაკენ მივისწრაფით ღვთისიმედით სასწორება განხთობილი იმედი სარწმუნოებისა და სიყვარულის ასე ვთქვათ საწვავით და სარწმუნოებისა და სიყვარულის სიმძლავრით გვაძლევს საშუალებას იმისა რომ იმედი ყოველთვის გქონდეს და არ დაგვაქვს ჩვენი ცხოვრების გზა ეს არის ქრისტესაკენ მუდმივი წინსვლა მოძრაობის გზა რომელიც არ არის წრფივი და თანაბარი მას სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ აქვს ცვლილებები აქვს ჩვენ ვერ მივდივართ ისე ყოველთვის წინ ისე სწრაფად ყველაფერს ისე ვერ აღვიქვამთ სწრაფად და საუკეთესოდ სხეულის თავისი მოთხოვნილებები შეგრძნებები ჩვენი სრულყოფილი არ არის აღქმა ჩვენი არ არის აბსოლუტურად ადეკვატური რეალობისა ზოგჯერ რადგან არის რახვები განზრახვები და ცნარი ნაკადები შემოდის ადამიანის გონებაში ცნობიერება ჩვენი გახსნილი სისტემა ადამიანის ერთ-ერთი სტატიკური დაყრდნილი სისტემა მასში ბევრები შეედინება ბევრები გამოედინება იგი არის ასეთი მოძრავი სისტემა მას სტატიკური და თვითკმარი და ასე ვთქვათ ავტონომიური არსება არ არის ადამიანი დამოკიდებული არსება მასში შედის მადლი მისგანაც რამე გამოედინება ხოლმე დადებითიც და საუკეთესოს ამიტომ ვსურთ რომ წინ წახვიდეთ და ბედნიერები იყოთ მეტი ვილოცეთ ქრისტეს ევედრეთ და იგი ყველაფერს მოგცემს რაც საჭირო ბედნიერი გინდა იყო ადამიანმა მაშინ მეტი ადამიანს გინდა რომ იყო ბედნიერი ამისათვის მეტი ძალის ხმევა გამოიჩინე მეტი ნდობა ღვთისადმი მეტი ერთგულება გამოიჩინე მეტი თანაგრძნობა მოყვასისადმი ადამიანებისაც და საერთოდ გარე სამყაროსადმი მთლიანად ყველა არსებისადმი ფლორისადმი თუ ფაუნისადმი მეტი სულიერი ისე ვთქვათ მასშტაბი და მოწყალება გამოიჩინე და მეტი ესე ვთქვათ პრაქტიცირება მეტი გააკეთე შენი სულიერი სიყვარულისა შენი მენტალური დისციპლინისა შენი იმისა რაც გამშვიდებს რაც კონცენტრირებას იგეთებს თავარზე იმისაკენ მიიმართე როგორც თავში ვთქვი ანუ ძირითად პირველში ვითხოვთ სასწაულიცას და სიმართლე მისცი და ჭეშმარიტების შემეცება რათა განთავისუფლდეთ ამ ქვეყნიური ბალასტისაგან ამ ქვეყნიური საზრუნოებისაგან მთლიანად ვერ განთავისუფლდებით მაგრამ დიდი შვება შეიძლება მაინც მივიღოთ რაც პროცენტი ამ სიმძიმისა მაინც მოგვიხსნას ამ ძიმე ცხოვრებაში იმიტომ რომ ის მაინც თავის გავლენას ახდენს სულიერ მდგომარეობებზე თქვათ არ განაპირობებს მიწიერ ეგზისტენციას სულიერს მაგრამ გავლენას ირიბს თუ პირდაპირ მაინც ახდენს ამას ვერ ავწევთ იმიტომ რომ სხეულში ვართ და ადამიანები ვართ მიწიერ ცხოვრებაში ვცხოვრობთ მიწიერ განზომილებაში და აქ უნდა ვივარგოთ და აქ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და აქ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ სულიერ და ხორციელ სიმდიდრეზე სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აქ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ იმაზე რომ ვიყოთ გვიძარე და გონებრივი სულიერი მენტალური და ემოციონალური სიფხიზლე შევინარჩუნოთ აი ზუსტად ეს მინდა გისურვოთ რომ მეტი წრთნა სულიერი მეტი ასკეზა მეტი თვითშეზღუდვა რაც დაგვეხმარება დაძლევაში მომრავი უარყოფითისა ამისთვის არის შვიდი საერთო ამისთვის არის რიტუალები ამისთვის არის ეს რიტუალი ამასაც არის ყველაფერი რასაც ხვავალებს უფალი ამისთვის არის ის მადლი ღვთისა რომელიც გვეძლევა ლოცვებში და ასე შემდეგ რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მე შევინარჩუნოთ ჩვენი მეობა შევინარჩუნოთ ჩვენი ინდივიდუალური ქრისტესადმი ინდივიდუალური პოზიცია და ვისაუბროთ უფალთან და ვეცადოთ რომ ამ ყოფით ამ სიყვარულით ამ ვთქვათ ღვთისმსახურებით შევწიროთ უფალს შესაძლებელი ჩვენ და ვადიდებდეთ მას მამასა და ძესას გასულს და სამასა ერთასებას და განყოფას. Plus, of course, დიდი სიყვარულით ამინ.